საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა მორიგი იმიტირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. ეს თანამშრომლობა უკვე 10 წელზე მეტია, რაც გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში და სხვა მომიჯნავე დარგში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და სხვა საერთაშორისო სასამართლოს დოქტრინაზე და სასამართლო პრაქტიკაზე. ეს თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ გავაგრძელებთ. საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნული შეჯიბრი უკვე 10 წელზე მეტია ერთობლივად ტარდება იუსტიციის სამინისტროს, მისი სასწავლო ცენტრისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით. წითელი ჯვრისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ის საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს გამოიკვლიონ და გაანალიზონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები და სირთულეები. რას ნიშნავს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა? რას ნიშნავს ომში ტყვეთა დაჭრილებისა და ავადმყოფების დაცვა? ამ შეჯიბრის გაგრძელება და სტუდენტების მზარდი ინტერესის ნახვა, რომელთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და გვაძლევს მოტივაციას. ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სტუდენტებისთვის ამ განსაკუთრებული გამოცდილების მხარდაჭერას იუსტიციის სამინისტროსა და მის სასწავლო ცენტრთან ერთად. ჩვენმა გუნდმა მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში. ჩვენ წარმოვადგენთ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს. სასწავლო ცენტრში გავიარეთ ტრენინგები, შემდგომ პრეზენტაციების ეტაპი და მოვედით ფინალურ ეტაპამდე, სადაც გავიმარჯვეთ. ეტაპის ფარგლებში ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან ჰქონდა შეხება, როგორც სხვა მონაწილეებში, ისე შეჯიბრის ორგანიზატორებში და ძალიან კარგი გამოცდილება იყო.